ბრაუნის ფირმის ესეთი ბლენდერი გაგუჭდა. იდეაში ეს ბლენდერი არ იშლება, დაუშველი კონსტრუქცია არის. ეს აქ იყო და უბრალოდ იწება და იხსნება. ყველანაირად ვეძებე სადმე ჭანჭიკი მეშოვა, რომლითაც გაიხსნებოდა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. აღმოჩნდა ესეთი რაღაცა. კნოპებიც დავხსენი აქედან. აქ არის ეს ყველაფერი ჩაწებებული. წებოთია ჩაწებებული კორპუსში და გამოდის გარეთ. იმისთვის რომ კორპუსიდან ეს ამოღება მოხერხდეს, შიგთავსის, ჭირდება ესეთი დანა, ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის დანა და აქ ნახეთ, აქ უნდა შევიდეთ და ესე წრეზე და სულ წრეზე უნდა შემოვუვარდეთ. ბოლომდე დაახლოებით ამ დონეზე. მთლიანად შემოვლის შემდეგ ამ კნოპების უკანაც უნდა გავიდეთ აუცილებლად. იმისთვის რომ კნოპების უკან გავიდეთ, ესენი იხსნება და შემდეგ აქ დავაჭერთ, ეს ჩაიწევს და ესე შევდივართ უკან. რამდენიმე ადგილზე კორპუსი დამიზიანდა, როგორც ხედავთ, ამის გარეშე ალბათ ძალიან ძნელია ამის გაკეთება და ახლა ამოვაჭრობთ ამას. დიდი ძალის დატანება ჭირდება და ესე ამოდის, ესეთი ძრავია. აქ წრეზე მთლიანად, წრეზე მთლიანად წებოთია დაწებებული, ეს მთლიანად წებოა, ეს ამით არის ჩამაგრებული. ესენია კონტაქტები, ნახეთ. კონტაქტები. ეს კონტაქტები იჭერს ეგრეთ წოდებულ ჯოთკებს. ხოლო ეს მოხრილი სადენები, ნახეთ, ეს მოხრილი სადენები შედის კონტაქტში თვითონ დაფასთან. სხვადასხვა ფორმა აქვს, სხვადასხვა მხარეს. პლუს მინუსი არ არის. აქ არის შიგნით მართვის დაფა შიგნით. მართვის დაფის ამოსაღებად გვჭირდება რაღაცა ესეთი. ჩავალთ, ჩავოლებთ და დავითრევთ. ეს ამოდის დაფა. აქ დარჩა მხოლოდ ეს კნოპი, რომელიც წესით, თავისი არსით, ეს კნოპი თავისი არსით, ნახე, უნდა იყოს, მხოლოდ მექანიკური ვარიანტია და უნდა იყოს აი, ნახეთ, ჩავიდა, ამოვიდა, ჩავიდა, ამოვიდა. საინტერესო მექანიზმია. აქეთ შეხედეთ, ჩვეულებრივი ცვლადი რეზისტორია, პოტენციომეტრია. ნახეთ, ჰოპ. მთლიანად ეს მოწყობილობა თავისი არსით წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სიმისტორულ სიმძლავრის რეგულატორს, ანუ დიმერს. ეხლა ყველაფერს შევამოწმებ. ეგრე დინისტორიც აქ არის, DB3, დინისტორი, გამართული ხიდი. საკმაოდ დახვეწილი კონსტრუქციის გამოდის ეს ჩვენი სიმისტორული რეგულატორი, დიმერი, ფილტრებიც კი აქვს, ნახე, ფილტრები თვითონ მხრიდან. კონდენსატორი, ერთი დროსელი, მეორე დროსელი. აქეთაც. კონდენსატორი, ერთი დროსელი, მეორე დროსელი. და ეს ყველაფერი ბრაუნის წარმოების სამზარეულოს მოწყობილობაში. კონდენსატორი საკმაოდ მაღალხარისხიანი კონდენსატორი, წითელი. საინტერესო კომპლექტაციის მოწყობილობა. თუმცა, აქ არ მგონია რა პრობლემა იყოს. სამწუხაროდ ძირითადი პრობლემა ამ მოწყობილობის აღმოჩნდა ძრავში და მისი რემონტი, შეიძლება სხვა რემონტდება, ურემონტო კონსტრუქციით არის შეგებული, მაგრამ არ ვიცი აქ გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება. ნახეთ შიგნით იმდენად არის გადახურებული სტატორი, რომ სტატორის გრაგნილების საიზოლაციო პლასტიკი არის გამდნარი. ნახე, აი ჩანს აქედან. ისია გამდნარი, რომ როტორი და სტატორი ერთმანეთზე არის შედუღებული, აი ნახეთ, აი ჩანს. შევეცდები ამის შეკეთებას, თუმცა რა გამოვამ საქმიდან არ ვიცი. წესი და კანონი ძრავია შესაძლებელი. ძრავის შეცვლას კიდე ძრავი ისეთი ფასი ღირს, რომ მთლიანი მოწყობილობის შეცვლა ჯობია.